ტრამპის მარშრუტის წყალობით და სატრანსპორტო ურთიერთდაკავშირებადობის პროექტის მიხედვით შეიქმნება ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც საქართველოზე უკვე გამავალ დერეფანს დაემატება. ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ეკუთვნის, რომელიც მან დავოში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესი მომხმარებლებისთვის, ექსპორტიორებისა და სატრანზიტო ქვეყნებისთვის. საქართველო ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამან კი ქვეყნის როლი შუა დერეფანში კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს. მთავრობის გათვლებით 2030 წლისთვის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურა სრულად უნდა იყოს განვითარებული, რაც მოიცავს აეროპორტებს, რკინიგზას, პორტებსა და მთლიან სატრანზიტო ჯაჭვს. ამ მიზნის ფარგლებში იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება. მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისსა და ვაზიანის აეროპორტების მიმართულებითაც. პარალელურად რკინიგზის მოდერნიზაციასა და პორტების განვითარებაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტზეც მიდის მუშაობა. რეგიონში მზარდი კონკურენციის პირობებში მთავარი კითხვა არის, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს საქართველო ამ პროექტების რეალიზაციას. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუდიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. თამარ იოსელიანი არის ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა კაცემეს სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. შუა დერეფანში და საქართველოს როლი ამ დერეფანში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად გვესმის და რასაც კიდევ უფრო ყოველდღიურობა ამტკიცებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ნაწილში ვიყო ძალიან კონკურენტუნარიანები. დავიწყოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტით იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ თუ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვიყოთ რეალურად შუა დერეფნის მთავარი რგოლი, ჩვენ ყველა რგოლში გვჭირდება, იქნება ეს ავიაცია, რკინიგზა თუ დავუშვათ, საავტომობილო გზა თუ პორტები, ყველა მიმართულებით გვჭირდება რეალურად ვიყოთ კონკურენტუნარიანები. რადგან ავიაციის ნაწილში ხელშეკრულების საკითხი ახალია და გასულ კვირას 150 მილიონის ახალი ინვესტიციაზე არის შეთანხმა მიღწეული. ჩემი გადმოსახედიდან 150 მილიონზე ბევრად მნიშვნელოვანი არის თავად თავთან ხელშეკრულების გადახედვა და ახალი ხელშეკრულების დადება რეალურად განსხვავებული პირობებით. როგორ მოახერხეთ და რამდენად რთული იყო მოლაპარაკებები ამ ნაწილში და რას მისცემს ეს ახალი ხელშეკრულება, ის 150 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს ავიაციას. ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მე უკვე მივყვეთ სხვა აეროპორტებთან მიმართებაში როგორი მოლოდინები გვაქვს. მოგესალმებით მაია, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა წინა კვირაში სახელმწიფოსა და ფრანგული სახელმწიფო კომპანიის ჰოლდინგში არსებულ TAV Georgias შორის. შესაბამისად აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში განახორციელებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ ამ წლების განმავლობაში და ავიაოპერირებს საქართველოში 2006 წლიდან, შესაბამისად 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი ძალიან ასე ვთქვათ წარმატებული თანამშრომლობა არის შემდგარი სახელმწიფოსა და TAV-ს შორის. ეს არის ნამდვილად კერძო და საჯარო ასე ვთქვათ თანამშრომლობის ძალიან წარმატებული მაგალითი, შეგვიძლია ასეც ვთქვათ. შესაბამისად მათ უკვე განხორციელებული აქვთ ძალიან მსხვილი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაახლოებით 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მათ უკვე განახორციელებს ერთჯერ უკვე განახორციელებს თვითონ აეროპორტის ასე ვთქვათ განვითარება და შესაბამისად 2015 წელს შედგა შეთანხმება, რომ დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელებინათ. ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია, რაც უკვე მათ ვალდებულებად აიღეს, რომ განახორციელონ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობს თავის მაქსიმუმზე, გადააჭარბა უკვე 5 მილიონ მგზავრს და შესაბამისად მუშაობს მის მაქსიმუმზე და შესაბამისად გაფართოებას საჭიროებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ძალიან გრძელვადიანი ხედვა აქვს ზოგადად საავიაციო სექტორის განვითარებისთვის საქართველოში და თქვენ იცით, რომ 2031 წლის ბოლოდან ჩვენ გვგეგმავთ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ TAV-თან შევსულიყავით აღნიშნულ მოლაპარაკებაში და ამ მოლაპარაკების შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობამდე შესაბამისი მოთხოვნა. ანუ 5 მილიონი უნდა იქცეს 10 მილიონად. 5 მილიონი გახდება 10 მილიონი 50%-ით გაიზრდება თვითონ სატერმინალო ინფრასტრუქტურა, ასევე საპარკინგე ზონა რა თქმა უნდა გაიზრდება და რაც მთავარია თვითონ სადგომები, რაც თვითმფრინავების სადგომებს გულისხმობს შესაბამისი რაოდენობით გაიზრდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკებების დროს ის, რომ სახელმწიფომ შეცვალა ის პირობები, რაც ნიშნავს ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო საქმე მაყურებლისთვის განმარტავ, რომ საერთაშორისო ტავთან გაფორმებული თავის დროს გაფორმებული ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ხელშეკრულებად იყო მიჩნეული ჯერ კიდევ მაშინ და შესაბამისად მუდმივად იყო საუბარი, აი როდის შეიძლება რომ შეიცვალოს. გაგიჭირდათ თავის დარწმუნება, რომ ხელშეკრულების პირობები გადახედილიყო? და რას მიიღებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო? ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ აქტიური მოლაპარაკების რეჟიმში ვიყავით, რა თქმა უნდა, მათთან აეროპორტების გაერთიანებისთვის გასამაგდება წლიური შემოსავალი, რასაც იღებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების საკომისიო თანხას მიიღებს, ეს არის 25 მილიონი დოლარის ოდენობით აეროპორტების გაერთიანება ხელშეკრულების მოქმედებისთანავე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თვითონ ოპერატორი კომპანია ჩაერთვება ავიაკომპანიების მარკეტინგულ წახალისების სქემებში და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ავიაკომპანიას მოვიზიტავთ საქართველოს ბაზარზე იმისათვის, რომ უფრო მეტი პირდაპირი ავიამიმართულებებით ისარგებლონ როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა, ასევე ტურისტები. კი ბატონო, როდესაც ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო გეგმავდა ვაზიანის აეროპორტის მშენებლობას, მაშინ გაჩნდა კითხვა, რომ რეალურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქცია რა იქნებოდა. დღეს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისკენ გადადგას ნაბიჯები, ამ შემთხვევაში ტავს მოუწევს ამ ინვესტიციის განხორციელება, თუმცა ამაზე მიაღწიეთ შეთანხმებას. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაფართოების და ასე შემდგომ გეზრუნათ, იმიტომ რომ დავუშვათ ვაზიანის აეროპორტის პირობებშიც ეს აეროპორტი დარჩება კვლავაც ქმედუნარიანად. ამ გადმოსახედიდან როგორია გეგმა? ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს, როდის უნდა ამოქმედდეს აღნიშნული აეროპორტი, როდის უნდა შევიდეს ოპერირებაში და ეს არის 2031 წლის ბოლო, რაზედაც უკვე არაერთხელ იქნა საჯაროდ განცხადება გაკეთებული. შესაბამისი გეგმა არსებობს, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით და შესაბამისად ვახორციელებთ იმისათვის, რომ ძალიან ასე ვთქვათ მოკლე ვადებში მოხდეს სრულიად ნოლიდან აშენდეს ახალი აეროპორტი, რომლის გამტარუნარიანება 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტი და მოემსახუროს 20 მილიონამდე მგზავრს, რაც შეეხება თბილისის არსებულ აეროპორტს. ვაზიანის აეროპორტის ამოქმედებისთანავე ის შეწყვეტს ოპერირებას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ გრძელვადიანი ხედვა გვაქვს ზოგადად აეროპორტების ნიშნავს მაგალითად გრძელვადიანი ხედვა. ყველა აეროპორტთან მიმართებაში, ეს იქნება ქუთაისი, ბათუმი თუ თბილისი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, როგორ განვავითაროთ და რა ნიშნულამდე უნდა ავიყვანოთ გამტარუნარიანობის თვალსაზრისით. თბილისით ზუსტად ამის ასე ვთქვათ მაგალითი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ იცით. დღეს საქართველოსთან ზოგადად სრულდება პირდაპირი ავიამიმართულებები, 125 პირდაპირი ავიამიმართულები და 77 ავიაკომპანია ოპერირებს საქართველოში, ასევე წელს ჩვენ მოვემსახურეთ სამივე აეროპორტში დაახლოებით 8,5 მილიონი მგზავრს და ეს ციფრები არის რეკორდული. ასევე 37,000 პირდაპირი რეისი შესრულდა, 14%-იანი მატება ჰქონდა მგზავრთა ნაკადში და 16%-იანი მატება ჰქონდა ავიამიმართულებების ნაწილში. ასევე ტურისტული ვიზიტებიც არის გამოსაყრელი. 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა ჩვენს ქვეყანაში, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები გვაქვს 2025 წელს. ეს ტენდენცია მზარდია. ჩვენ ამ ტენდენციას, ასე ვთქვათ, ვაკვირდებით და ამის შესაბამისად ვავითარებთ ჩვენს აეროპორტებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თუ შევეხებით, იქ დაახლოებით 6%-იანი მატება ჰქონდა და უკვე 1,800,000 მგზავრს მოვემსახურეთ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 30%-იანი მატება ჰქონდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველა აეროპორტში ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები ემსახურება სწორედ აღნიშნულ ტენდენციებს. რომ ვაზიანის აეროპორტს რომ მივუბრუნდეთ,
რა ეტაპზეა ეს სამუშაოები 2031 წელს რომ აეროპორტი უკვე გქონდეს, ახლა უკვე ძალიან აქტიურ რეჟიმში უნდა იყოთ, ხო? ამიტომ საინტერესოა რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ამ მოცემულობით. შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს, რაც უკვე რაღაც ტიპის კვლევები უკვე დასრულდა, შესაბამისი ასე ვთქვათ, ტექნიკური კვლევები, ასევე ეკონომიკური მიზანშეწონებულობის კვლევა, ასევე მიმდინარე პროცესში არის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ სწორედ ოპერირების მოდელებზე და შესაბამისად აღნიშნული აეროპორტის ამოქმედებისთვის მზად ვიყოთ იმისათვის, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდეს და შესაბამისი გეგმა გაწერილია, ამ გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით და 2031 წლის საერთაშორისო კონსულტანტები გეხმარებიან ამ პროექტის განხორციელებაში და ფინანსურ ნაწილს ვინ აიღებს, ეს იქნება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტი, ანუ იმისთვის რომ რეალურად აშენდეს თუ დაუშვათ ამ ნაწილშიც შეიძლება საერთაშორისო პარტნიორები შემოიყვანოთ. ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევა და შესაბამისად ამ მიმართულებით შემდგომ უკვე უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. თვითონ ეს ჯაჭვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტები და მთლიანობაში მოლოდინი, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით საქართველოს აძლევს იმის საშუალებას, რომ ავიაცია მიმართულებით რეალურად ვისაუბროთ როგორც ჰაბი ერთგვარ ჰაბზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ამბიცია რომ სწორედ შუადერეფნის კონტექსტში ყველა მიმართულები ძალიან აქტიურები ვიყოთ. აღნიშნული პროექტები სწორედ და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ემსახურება საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო როლის გაძლიერებას და შესაბამისად ახლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რომ ავიღოთ, ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ეს აღნიშნული აეროპორტის ლოკაცია და განლაგება არის ასე ვთქვათ უნიკალური, იმიტომ რომ ის ძალიან ახლო არის სწორედ ავტომაგისტრალთან, ნავსადგურებთან, შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მზარდი არის თვითონ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლი. არა მარტო მგზავრების კუთხით, არამედ ტვირთების კუთხით, ზოგადად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთნაკადის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი და 50%-იანი გვაქვს წინა წელს თუ მოვემსახურეთ დაახლოებით 25,000 ტონა ტვირთს, წელს უკვე 40,000-მდე ავიდა აღნიშნული ნიშნული და შესაბამისად ამ კუთხითაც ძალიან მზარდი არის. ქუთაისში როგორი მოლოდინი უნდა გქონდეს? ქუთაისი აქვს რეალურად სწორედ ახლა აღნიშნეთ პორტებთან სიახლოვე და შემდგომ ანუ იძლევა იმის საშუალებას, რომ ქუთაისის აეროპორტის განვითარება ისეთ წაიყვანოთ, რომ დაუშვათ სატვირთო მიმართულებით კიდევ უფრო მეტი როლი და დატვირთვა შესძინოთ. სწორედ ამიტომ ახორციელებს სახელმწიფო 240 მილიონი ლარის ინვესტიციას დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რითაც ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ ზოლს იმისათვის, რომ მივიღოთ ყველა ტიპის პორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვლა არის სწორედ სატვირთო მიმართულებითაც და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ, როგორც ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მიმართულებით. რკინიგზა ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მე ბოლო წლებში მესმის, რომ რკინიგზის მოდერნიზებას ვახორციელებთ, ანუ და განვახორციელებთ და შემდგომ. თუმცა აქტიური სამუშაოები სწორედ ბოლოს დაიწყო, ხო? ეხლა მიმდინარეობს. რა ეტაპზეა რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და რა სახის რკინიგზა უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ რკინიგზას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს, როდესაც შუადერეფნის კონტექსტში განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტი ამბიციის შემძენი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონული მდგომარეობის გათვალისწინებით აზერბაიჯანი, თურქეთის ფაქტორს გულისხმობ. სწორედ ამიტომაა საინტერესო, რას ნიშნავს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი. საქართველოს რკინიგზას სწორედაც რომ ცენტრალური როლი უჭირავს შუადერეფნის კონტექსტში და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თვითონ რკინიგზის განვითარებას. თვითონ მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა და სწორედ დეკემბერში იყო აღნიშნული პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა უშუალოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სალიანდაგი ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ყველაზე რთული, ასე ვთქვათ, მონაკვეთის მოდერნიზაცია მოხდა, უღელტეხილის მონაკვეთის მოდერნიზაცია მოხდა, დაიგო დაახლოებით 90 კილომეტრის სარკინიგზო ლიანდაგი, ასევე აღნიშნული პროექტი გამოირჩევა უნიკალურობით, რადგან ყველაზე დიდი გვირაბი, ასე ვთქვათ, აშენდა რეგიონში, დაახლოებით 9 კილომეტრიანი გვირაბი აშენდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით რკინიგზამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და შესაბამისად მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა. თუმცა ეს ამ პროექტის დასრულება ასევე თან მოყვება იმ მოძრავი შემადგენლობის
ასე ვთქვათ, გაახლება, რამაც უნდა დაეხმაროს რკინიგზას იმისათვის, რომ ის გაზრდილი ნაკადი, რომელიც მოდის შუა დერეფნიდან, ჩვენ შევძლოთ და მოვემსახუროთ. მზად დავხვდეთ იმ ტვირთებს, რომელიც შუა დერეფანში ძალიან მზარდია და ამ მიმართულებით ციფრებიც, ასე ვთქვათ, მეტყველებს თვითონ პორტებში ტვირთნაკადი რო ავიღოთ კონტეინერების მიმართულებით ჩვენ დაახლოებით 2025 წელს 17%-იანი მატება ჰქონდა გენერალური ტვირთების მიმართულებით 18%-იანი მატება ჰქონდა ზოგადად ჯამურად ტონებში რო გადავიყვანოთ 7%-იანი მატება ჰქონდა შუა დერეფნის კონტექსტში რკინიგზაში კონტეინერებში 33%-იანი მატება ჰქონდა სწორედ ამ მომატებული ტვირთების ფონზე საქართველოს რკინიგზა და შესაბამისად საქართველოს პორტები აღნიშნულ ტვირთებს უნდა დახვდნენ მზად. ამისათვის რა თქმა უნდა საჭირო არის შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე მოძრავი შემადგენლობის განახლება და სწორედ ამიტომ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება იმისათვის რომ რკინიგზამ მოახდინოს ახალი ლოკომოტივების შესყიდვა 2026-27 წლისთვის და შესაბამისად ახალი სავაგონო პარკიც ასე ვთქვათ სავაგონო პარკიც განაახლოს. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს საქართველოს რკინიგზა ამ მიმართულებით და მათაც ძალიან ასე ვთქვათ კონკრეტული გეგმა აქვთ იმისათვის რომ 2028-29 წლისთვის მზად დახვდნენ არსებულ ვითარებას შუა დერეფანში. იმის გათვალისწინებით რომ ეს ტვირთების რაოდენობა რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ ამ გადაცემაში ბევრჯერ გვისაუბრია იმდენად მზარდია მაგალითად ფოთის პორტის წარმომადგენელმა და ხელმძღვანელმა ამეთეში თქვა რომ რეალურად დაგეგმილზე იმდენად ბევრია რომ მაქსიმუმზე მუშაობენ და იმის იქით რა შეიძლება რომ გაკეთდეს სწორედ ახლა ამაზე დაიწყეს ფიქრი ფოთის პორტში აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს პორტებთან მიმართებაში ანუ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ანაკლია ცალკე შევეხები რეალურად შეგვიძლია კი რომ დაუშვათ საპორტო ინფრასტრუქტურა ისე განავითაროთ და ამ მიმართულებით იმდენად აქტიურები ვიყოთ რომ შუა დერეფნის ამ გაზრდილ ნაკადებს კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდეთ ზოგადად სახელმწიფოს ხედვა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თქვენ შესავალშიც აღნიშნეთ, რომ უკვე წლები აღნიშნული მიმართულებით მივდივართ, ეს იქნება ავტომაგისტრალის მშენებლობა, ეს იქნება ნავსადგურების განვითარება, თუ რკინიგზის მოდერნიზაცია, ამ კუთხით ასე ვთქვათ, დიდ სურათში უყურებს სახელმწიფო სწორედ სატრანსპორტო სექტორის განვითარებას. აქედან გამომდინარე ვახორციელებთ აღნიშნულ ინვესტიციებს, რკინიგზის მოდერნიზაცია იყო ერთ-ერთი, სადაც მილიარდ ლარამდე დაიხარჯა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოდერნიზაციას მოხმარებოდა. რაც შეეხება ნავსადგურების განვითარებას, ჩვენ ნავსადგურებთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ, კერძო ოპერატორებთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ, იმიტომ იმისთვის, რომ არსებულ პორტებში მათი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, გავზარდოთ და ამ მიმართულებით, როგორც ფოთის ნავსადგურთან, ასევე ბათუმის ნავსადგურთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და დაგეგმილი გვაქვს ამ კუთხით კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, კაფეო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ გადაიარაღება მოხდეს აღნიშნული პორტების და შესაბამისად თავისუფლებას რომ კითხოთ რა ნაბიჯები შეიძლება იყოს ამ ნაწილში და მაგალითად ფოთის პორტის გაფართოებაზე და დაღრმავების ნაწილზე წლების განმავლობაში მუდმივად არის საუბარი რა ამ კუთხით რაიმე ტიპის სამუშაო მიმდინარეობს თუ არა ფოთის ახალსაზღვაო ნავსადგურში ძალიან აქტიური სამუშაოები უკვე განხორციელდა და 2022 წელს შევიდა ოპერირებაში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ფოთის საზღვაო ნავსადგური ზოგადად აქვს იმის პოტენციალი რომ არსებულ ნავსადგურში თავისი ნავმისადგომები ისე განავითაროს, რომ შეძლოთ ბევრად უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და გადამუშავება. დღეს სამწუხაროდ არ არიან იმ ნიშნულზე, რომ სრულად მოახდინონ თავიანთი რესურსების უტილიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, ეს იქნება ფოთი, ბათუმი თუ ყულევი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად თავიანთი არსებული რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება და შესაბამისად მომსახურება. რაც შეეხება ახალ ნავსადგურს, ეს არის ანაკლის ახალი ხმაწლოვანი ნავსადგური. რა ეტაპზეა სამუშაოები? რაც ნამდვილად ჩვენთვის ეხლა როდესაც ვაუბრობთ ნავსადგურებზე, ჩვენი ნავსადგურებიც თავის მაქსიმუმზე მუშაობენ და ამიტომ ვემუშავებით იმისათვის, რომ შეძლონ უფრო მეტი თვირთის გადამუშავება, თუმცა დამეთანხმებით, რომ ანაკლი არის ის პროექტი, რომელიც არის ფლაგმანი პროექტი ამ მიმართულებით, ნოლიდან შენდება აღნიშნული ინფრასტრუქტურა, როგორც ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი. რატომ არის ეს ორი პროექტი უნიკალური? იმიტომ რომ
შესაძლებლობა გვაქვს, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებს უპასუხოთ და ისე დავაპროექტოთ აღნიშნული პორტი თუ აეროპორტი, რომ სწორედ იმ გამოწვევებს თუ იმ მოთხოვნებს მოვერგოთ, რაც რეალურად დღეს რეალურ დროშია და შესაბამისად რეგიონის მოთხოვნა იმისათვის, რომ რეგიონში ჰაბებად ჩამოვყალიბდეთ. რა ეტაპზეა ეხა სამუშაოები და ის განაცხადი, რომ პირობითად 2028-29 წლისთვის უკვე შეგვეძლოს პირველი გემების მიღება, რეალობად გეჩვენებათ ამ გადმოსახედიდან? ამ გადმოსახედიდან ნამდვილად რეალობად მეჩვენება ის, რომ 2029 წელს ჩვენ პირველ გემს მივიღებთ, პირველ, ასე ვთქვათ, ბოსფორმაქს მივიღებთ. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ჩვენ ამ კუთხით იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, კომპანია ყავს დაკონტრაქტებული, ეს არის ბელგიური კომპანია Iandenuli და ჩვენ უკვე ვასრულებთ საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებზე მუშაობას. შესაბამისად ისინი ძალიან მალე გადავლენ აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ინვესტიციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში და რის შედეგადაც აშენდება წყლის ინფრასტრუქტურა ტალღამრიდი და შესაბამისად აუზი დაღრმავდება 16 მეტრამდე. ამ მიმართ კერძო ინვესტორის შერჩევის კუთხითაც რა თქმა უნდა ვაგრძელებთ მუშაობას და ამ კუთხითაც ვფიქრობ, რომ ძალიან მალე უფრო მეტი სიცხადე გვექნება. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ყველაფერი ეს რაც ვისაუბრეთ არის ერთი დიდი თემის შემადგენელი ნაწილი იმისთვის რომ ჩვენ ქვეყანას გქონდეს კიდევ უფრო მეტი ამ გადმოსახედიდან აწყოც მომავალის პერსპექტივაც და რეალობაც შუა დერეფანში საკუთარი როლი და ვიყოთ მთავარი და კონკურენტუნარიანი და გამტარუნარიანი ამ ნაწილში. ჩვენ გვერდზე მეზობლად სომხეთის და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე ტრამპის კორიდორის მშენებლობას ვადევნებთ თვალს. ყოველ შემთხვევაში ჯერ მხოლოდ განაცხადების დონეზეა, მაგრამ ამბიცია ძალიან დიდი აქვს. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესოა აი ამ პირობებში საქართველოს ექნება თუ არა შესაძლებლობა კვლავაც იყოს კონკურენტუნარიანი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ორაზროვნად იყო გაგებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, მან დავოში გამოსვლისას თქვა, რომ ტრამპის ეს კორიდორი, როდესაც ამუშავებს, დაემატება კორიდორს, რომელსაც საქართველოს გავლით შუა დერეფანში ვიყენებთ. შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად მზად ვართ, რომ აი ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში იყოს განხილული და კონკურენტუნარიანი ვიქნებით თუ არა, ან ვართ თუ არა და ვიქნებით თუ არა მომავალში, როდესაც დავუშვათ ეს კორიდორი ამოქმედება. სახელმწიფომ განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 2032 წლამდე სწორედ ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განახორციელებს დაახლოებით 7 მილიარდის ინვესტიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული გეგმა იმისათვის, რომ განმავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო და სატრანზიტო, ასე ვთქვათ, პოტენციალი, ლოგისტიკური სექტორი. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურა აშენებულია და შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ. ეს არის სწორედ იმის, ასე ვთქვათ, საწინდარი, რომ ტვირთები ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მოზიდულ იქნას. თუ არ არის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად არ იქნება არც ტვირთი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის უალტერნატივო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი და შესაბამისად არის უმოკლესი და ძალიან უმოკლესი გზა, რომელიც უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, დროში და შესაბამისად ფასში შესაბამის მოქნილობებს და ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ ძალიან სანდო პარტნიორი რეგიონში. და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გამოწვევები არ. ანუ რეალურად შეგვიძლია, რომ აზიასა და ევროპას შორის მთავარი დამაკავშირებლის როლი შევასრულოთ, მთავარის თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებლის როლი? მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ამ მიმართულებით. კერძო სექტორი როგორ მოგყვებათ ამ საკითხში და რამდენად აქტიურია კერძო სექტორი ამ ნაწილში, იმიტომ რომ ერთია სახელმწიფოს მზაობა და მეორეა კერძო სექტორი რამდენად მზად არის აი ამ გამოწვევების გამოწვევებთან გასამკლავად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი სინერგია გვაქვს, ასე ვთქვათ, კერძო სექტორთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ მათთან და ამ მიმართულებით ერთმანეთს არა მარტო კერძო სექტორთან, ზოგადად რეგიონში ქვეყნებთანაც ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ და თანამშრომლობთ იმისათვის, რომ შუა დერეფანი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლეთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში თამარი იოსელიანი საუბრობდა.